ქალი და მთა, ქალის როლი მთის ცხოვრებაში, მისი მონაწილეობა პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ტრადიციები და თანამედროვეობა, ოჯახი და კარიერა. მთის ქალის ისტორია ყოველ ხუთშაბათს 16 საათსა და 10 წუთზე, მხოლოდ რადიო პალიტრის ეთერში. მოგესალმებით, რადიო პალიტრის ეთერშია მთის ქალის ისტორია. გადაცემა მომზადებულია პროექტის მეტი აქტიურად ჩართული ქალის საარჩევნო პროცესებში, მეტი შედეგი ადგილობრივი დემოკრატიის მშენებლობაში ფარგლებში, საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. დღევანდელი გადაცემის თემა არის მთიანი რეგიონისთვის და საერთოდ მთელი საქართველოსთვის მტკივნეული თემა – მიგრაცია. წლების განმავლობაში ოჯახისგან შორს ყოფნა, უცხო სამყარო, მიტოვებული სამშობლო, რთული სამუშაო პირობები. ამ თემაზე ისაუბრებს გადაცემის სტუმარი ქალბატონი ქეთინდო ქაჩლიშვილი თიანეთიდან. მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოგყვებით თქვენი ისტორია, რამ გადაგაწყვეტინათ ემიგრაციაში წასვლა და რამდენი წელი გაატარეთ ოჯახს და სამშობლოს მოწყვეტილმა. მოგესალმებით, მეც ასევე მივესალმებ მთელ საქართველოს და ჩემს საყვარელთიანელებს. 15 წელიწადია, რაც ემიგრაციაში ვიმყოფები. ჩემი ემიგრაციაში წასვლის მიზეზი მრავალ ფაქტორთან შორის, რა თქმა უნდა, უფრო ძირითადი ფაქტორი იყო ეკონომიური სიდუხჭირე. ის პერიოდი, როდესაც ყველაფერი ერია საქართველოში და ძალიან გაჭირდა ოჯახის და შვილების შენახვა. რამდენი წევრისგან შედგება თქვენი ოჯახი? ყავს მეუღლე, ყავს 3 შვილი და 4 შვილიშვილი და მე-5 შვილიშვილს ველოდებით ამჟამად. ცოტა ხანში, რამდენიმე თვეში. პროფესიით ვარ ექიმი პედიატრი, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. მუშაობდი თიანეთის რაიონში სტაციონარის ორდინატორად. შემდეგ 5 წელიწადი ვიმუშავე თიანეთში რანოსთავარ პედიატრად და რეფორმა რომ დაიწყო და სტრუქტურები რომ შეიცვალა, ვიყავი თიანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის დირექტორი. და სამწუხაროდ 3 წლის მუშაობის შემდეგ იძულებული გავხდი, რომ ჩემი პოსტი დამეტოვებინა და შვილების და ოჯახის გადასარჩენად საზღვარგარეთ წავსულიყავი სამუშაოდ. შემოსავალი იყო ძალიან დაბალი, მქონდა 70 ლარი ხელფასი თვის განმავლობაში და წელიწადში ვიღებდით 3-4 ჯერ, მხოლოდ 1 თვის ხელფასს. და მეორე წელი, როდესაც გადავწყვიტე წასვლა, ჩემი უფროსი ვაჟიშვილი მოწყობილი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე და იმდენად დაბალი იყო შემოსავალი, რომ არაფერში არ მყოფნი და წარმოუდგენელი იყო ჩემი შვილის თბილისში შენახვა. წარმოიდგინეთ, ახლა 3 შვილის დედა, ჩემი მეუღლის სამსახური აღარ ქონდა. საბჭოთა კავშირის დაშლის მერე მოგეხსენებათ, რომ მრავალი სტრუქტურა საერთოდ გაუქმდა, გაიყიდა, თიანეთის რაიონში საერთოდ არანაირი სამსახური აღარ მუშაობდა, მარტო რაღაც ელემენტარული და წარმოიდგინე, მეუღლეც უმუშევარი, 3 შვილი, მე დღე და ღამე რომ იტყვიან სახში შეუსვლელი ვიყავი, ვემსახურებოდი მთელ რაიონს, თვითონ ჩემს სოფელს, სადაც ცხოვრობდი, იქ სადაც დავიბადე იმ სოფელსაც, ყოველგვარი ენაზღაურების გარეშე. როგორ წახვედით, ან რა პირობებს წააწყდით, რა ფორმალობის გავლა მოგიწევთ? გადაწყვეტილი მქონდა პირველად სიმართლე რომ გითხრათ, წავსულიყავ ისეთ ქვეყანაში, სადაც იქნებოდა მაღალი ენაზღაურება, შედარებით. რა თქმა უნდა, მქონდა ამის შესახებ ინფორმაცია ყველას და ვიცოდით ასე თუ ისე, რომელ ქვეყანაში რა ენაზღაურება. მასიურად იყო საბერძნეთი. დიახ, მასიური იყო, მაგრამ იყო ძალიან დაბალი ენაზღაურება. არასდროს არ მიფიქრია საზღვარგარეთ წავსულიყავი საბერძნეთის რესპუბლიკაში. მინდოდა წავსულიყავი, პირველად გადაწყვეტილი მქონდა რომ წავსულიყავი ისრაელში. ფიქრობდი რომ წავალ 2 წლით, გავაუმჯობესებ ცოტას მეთქი ჩემი შვილების ეკონომიკურ მდგომარეობას, რაღაც დანაზრებს გავაკეთებ და უკან დავბრუნდები მეთქი, მაგრამ მოხდა ისე რომ არ გამიშვეს ისრაელის რესპუბლიკაში და გადავწყვიტე რომ წავსულიყავი საბერძნეთში. ჩემი წასვლაც დიდ ისტორიებთან არის დაკავშირებული, მოგეხსენებათ, როგორც მიდიოდა ხალხი, ფაქტიურად მოგვატყუეს. გვითხრეს რომ გადავალთ თურქეთში, თურქეთიდან წავალთ ბულგარეთში და ბულგარეთიდან 4 საათის სავალი არის, რომ ფეხით და პირდაპირ საბერძნეთში შევალთ. უბრალოდ ქუჩაში ივლითო. ფეხით უნდა კი არა? დიახ. და წარმოიდგინეთ, ეხლა ჩაგვიყვანეს ბულგარეთში, დიდი ჯგუფი იყო, ეს ქართველები ჯგუფი ვიყავით. ყველა ქართველი რა თქმა უნდა. ქართველები ვიყავით, სუქალები და მოგვიჩინეს 2 გამცილებელი, ერთი იყო თურქი და ერთი იყო ბულგარელი. და აგვიყვანეს ღამის 7 საათზე, აგვიყვანეს უღრან ტყეში, მანქანით და ჩამოგსვეს და გაგვიშვეს ამ უღრან ტყეში. მარტო? ამ 2 გამცილებლის თანხლებით. და რომელ გზაზეა სიარული და რა 4 საათის სავალი, 48 საათი ტყეღრეში ვიარეთ. ჩვეულებრივი ტრაფიკინგის ხერხში და გამხდარიყავით. გზაში წარმოიდგინეთ, რომ სიარულიც კი არ შემეძლო, უბრალოდ ფეხის მოხრაც კი არ შემეძლო, იმდენად მტკივნეულია, იცით როგორ მტკივნეულია მენისკი.
და ვფიქრობდი, რომ ალბათ ვერ ჩავაღწევ მეთქი იქამდე და რა ეშველებათ მეთქი ჩემშულებს. იგი ტირილით მივდიოდი ამ ტყეში და ღრეში ვარ ციცი, რომ სად მიდიხარ და ცოცხალი ჩახვალ თუ არა იქამდე. როგორც მოხდა, ჩავაღწიეთ შემდეგ სასაზღვრო ქალაქია კომუტინი და ღმერთის წყალობით კარგად ჩავედით იქამდე. მესამე ჯგუფში მოვხვდი მე, პირველ დღეს გააგზავნეს 4, მეორე დღეს 4 და მესამე ჯგუფში კენჭისყრით მოვხვდით 5 ქალი გავგვაგზავნეს მატარებლებზე, დაგვსვეს ბილეთები მოგწეს მატარებლის და გავგვაგზავნეს საბერძნეთში, ათენში. ეს საბუთები ამ ხნის განმავლობაში თქვენთან იყო თავისთავად ხო? თუ გართმევენ მაგ დროს? არავითარი საბუთი არ ქონდათ თან, გითხრეს რომ არაფერი არ გექნებათ თან. ანუ გარანტირებული არა აბსოლუტურად არაფერი, ის ვინც გადაგვიყვანს. არც უსაფრთხოება. აბსოლუტურად არაფერი. რო გაქრეთ ვერავინ გვეუბნებოდნენ სულ სხვანაირად, მაგრამ სინამდვილე აღმოჩნდა სულ სხვა. და ასე მოხდა ათენში. განაწილება როგორ ხდებოდა? სამსახური როგორ იშოვეთ იქ? სამსახური მე ჩემმა ახლობელმა მიშოვა, რომ ჩავედი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ჩემთვის თვითონ ის პირველი დღეებიც რომ ჩადიხარ, ენის ბარიერი, ახალ სამყაროში მოხვედრა, ძალიან რთული იყო. მითხრეს რომ არის 4 ბავშვიანი ოჯახი და თუ შეგიძლია რომ იმუშაო. 4 დღის პროფესიით გამორიცხული იყო, ხო? გამორიცხული იყო ჩემი პროფესიით იქ მუშაობა, იმიტომ რომ ჩვენ დიპლომებს იქ არ აღიარებენ. უნდა გამევლო ისევ და ისევ ეტაპობრივად ის ყველაფერი, რაც ვისწავლე, მე როგორც აქ მუშაობდი, არ გამორიცხულო დაჭირვებიყო 5-6 წელი. გასაგებია გამორიცხულია სამუშაო აი პროცესი გაიარა. მუშაობით კი შემეძლო რომ მემუშავა. გვაქვს იქ ჩვენ კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრი, კავკასიის ცენტრი არის და ჯანდაცვის ცენტრი გააკეთეს. ქალაქ ათენში და შემეძლო იქ პედიატრად მემუშავა, მაგრამ ის ოფიციალური დაწესებულება და იქ არ შეიძლება რომ დიპლომი არ ქონდეს აღიარებული. მაინტერესებს სხვა ემიგრანტებთან თუ ქონდათ შეხება, თქვენ აღნიშნეთ, რომ ნაცნობი ყავდათ და ის დაგეხმარათ სამუშაოს მეძიებაში, როგორც ხვდები, ბევრი არიან ისეთები. თუ საერთოდ. არა, ქართულ მიგრანტებს გულისხმობ თავისთავად. რა თქმა უნდა, როგორ ვისაც არ ყავს ნახლობელი და დამხმარე, როგორ რა პროცესი უნდა გაიაროს, რომ იშოვოს სამუშაო. არსებობს სპეციალური გრაფიკები არის, რომლებიც სამსახურებს შოულობენ. იხდით თანხის გარკვეულ რაოდენობას და თუ გაწყობს ის სამსახური ან თვითონ ოჯახს აწყობს, როდესაც მიდიხარ ნახულობენ შეხვედრაზე, თუ აწყობს იმ ოჯახს და თვითონ პიროვნებასაც, შედიხარ და მუშაობ. როდესაც მიდიხარ, პასპორტს იტოვებენ. იმიტომ რომ თქვათ, გაქვს იმ სააგენტოში გადასახდელი 200 евро, ხო? იღებენ რაღაცა გარკვეულ რაოდენობას, თქვათ 50 ევროს და იტოვებენ პასპორტს, როცა გაგზავნიან. და როცა ამ თანხის მთლიან რაოდენობას იხდი, პასპორტს მერე გიბრუნებენ უკან. რა პირობებში მუშაობდით თავიდან მოგვიყევით? პირველად ძალიან გამიჭირდა 4 ბავშვიან ოჯახში შევედი სამუშაოდ, წარმოიდგინეთ რომ ერთ სიტყვაც არ ვიცოდი ბერძნული, რუსული იქ არავინ არ იცოდა, ვიცოდი გერმანული ოჯახში არავინ არ იცოდა და ძალიან გამიჭირდა, ძალიან რთული იყო რა თქმა უნდა. ბევრი გაჭირვებაც გადავიარე, ბევრი დამცირებასაც ვიტან სხვათა შორის. არსებობს ოჯახები, ზოგი შიმშილობს კიდევაც, საკვებით საკლია, ბევრი დამცირებასაც ვიტანთ, მაგრამ მეტი გამოსავალი არ აქვს, ხომ და შეეგუო ყველაფერს. მე გათვითცნობიერებული მქონდა ის, რისთვისაც წავედი და ვიცოდი რომ წინააღმდეგობებით შემხვდებოდა და მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის მე ფსიქოლოგიურად, მაგრამ მიუხედავად ამის მაინც ძალიან გამიჭირდა. მაგრამ სიმართლე გითხრათ, მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიფარეს ფაქტიურად ამ ხალხმა. წარმოიდგინეთ, ესე იგი შედიხართ ოჯახში, ადამიანი არ გიცნობს, არ იცის ვინ ახარ და სამსახურში გიღებს. კომუნიკაციასაც ვერ ამყარებს თქვენთან ენა. აბსოლუტურად, ენა არ იცი. არ გესმის ელემენტარულად რას გელაპარაკებიან, ხო? და არ იციან ვინ ხარ. ქართველი გოგო მოხვდა ჩემთან კორპუსში, მე მე-4 სართულზე მუშაობდი და ის მე-5 სართულზე მუშაობდა და როცა ძალიან გამიჭირდებოდა რაღაც, ქალბატონლიას ვეძახდი, ან თვითონ ეს ჩემი ოჯახის ქალბატონი ეძახდა, რომ გამეგო რას მავალებდი. დრო რო გავიდა უკვე ვცდილობდი, მეცადინეობდი სისტემატიურად, რომ ენა მესწავლა და 2 თვეში უკვე საკმაოდ ავიცე ბერძნული ენა. თქვენ ოჯახთან ურთიერთობა როგორ გქონდათ? რამდენი ხნის მერე ნახეთ? დასაწყისისთვის ძალიან ძნელი იყო. მაშინ არც მობილური ტელეფონები ქონდა, არც Skype არსებობდა. ქონდა ტელეკარტები და კვირაში ერთხელ გამოვდიოდი ხოლმე, როცა დასვენება მქონდა. ბევრჯერ ყოფილა 1 საათი-საათნახევარი რიგში მდგარ ვარ, როგორმე ტელეფონის აპარატთან მივსულიყავ, რომ ჩემი შვილებისთვის დამერეგნა. თან წარმოიდგინეთ, ისეთ პერიოდში მომწია იქ ყოფნა, რომ ელექტრული დენი არ იყო. და როდესაც ელექტრული დენი არ იყო, არც ტელეფონები არ მუშაობდა და იყო შემთხვევა, რომ გადიოდა 2-3 კვირა, რომ ჩემი ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებოდი. ელემენტარულად ლაპარაკის საშუალებაც არ მქონდა. და წერილებით, წერდი წერილებს და ყოველ კვირას, როდესაც გამოვდიოდი, ომონიას ვეძახით იქ ცენტრია, ასე ვთქვათ, ათი, სადაც უცხოელები იკრიბებიან და პირველი რაც იყო, ყველა გავბოდით იქეთ ოფისებში
რომ ჩვენი ახლობლების და ჩვენი შვილების წერილები მოგვეძიებინა და კიდე გაგვეგზავნა ახალი წერილები. პირველად რამდენი წლის შემდეგ ნახეთ ოჯახი? პირველად ჩემს საბედნიეროდ მოხდა ისე, რომ მთავრობამ კანონი გამოუშვა, მიუხედავად იმის, რომ არალეგალურად ვიყავი შესული საბერძნეთის რესპუბლიკაში, დაგვდეს ყველას ნება, რომ ლეგალიზაცია გაგვეკეთებინა. 14 თვის მერე ჩამოვედი პირველად. ან უკვე ლეგალურად? უკვე ლეგალურად. როდისმე გიფიქრიათ, რომ ეგ სამუდამოდ არჩებოდეთ? არასოდეს არ მიფიქრია, არა იმიტომ, რომ დაოჯახებული ვიყავი და მეუღლეც არ მყავს და შვილებიც და შვილიშვილებიც, ალბათ ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი საზღვარგარეთ დარჩენაზე. არ შემიძლია მე ჩემი საქართველოს და ჩემი თიანეთის გარეშე. რამდენი წელია უკვე იქ მუშაობთ? მუშაობ 15 წელიწადია უკვე. წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ, როდესაც ჩემი სამსახური სადაც მუშაობ, იღებენ შვებულებას და წელიწადში ერთხელ მაქვს შვებულება და ყოველთვის მოვდივარ აგვისტოს. და შვებულებას რამდენი ხნით გაძლევენ? შვებულებას 3 კვირით. ბავშვებს ვის უტოვებენ ამ პერიოდში? მე ბევრი ვიცი, რომ საერთოდ არ აქვთ თავისუფალი დრო, ესე წამოსვლის საშუალება იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ იმ ოჯახებს არ ყავთ დამტოვი და ამათაც არ უღირს სამუშაოს მიტოვება. დიახ, სხვა შორის არ ყავთ დამტოვებელი, მე ბავშვები გავზარდეთ ყოფები 5 დღის ასაკიდან, დღეს 13 წლისები არიან, 13 წელია იმ ოჯახში მუშაობ. არასოდეს სხვა არა უყვანიათ. თვითონ უვლიდნენ, როდესაც მიდიოდნენ დასასვენებლად ბავშვებს. არასოდეს სხვა მომლელი არა უყვანიათ. თვითონ უვლიდნენ ბავშვებს. მე როგორც ვიცი, თქვენი პროფესიით ეხმარებოდეთ ქართველებს. დღესაც ვეხმარები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. არის იქ ქართული ბაგაბაღები, ერთი წელი ვიმუშავე, არსებობს იქ ქართული ბაგაბაღი კესარია, ყოველ კვირას დავდიოდი და ბავშვებს ვსინჯავდი უფასოდ. დღესაც თუ ვინმეს დაჭირდება ჩემი პროფესია, თუ ვინმე იგებს და ვინმეს დახმარება ჭირდება, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვეხმარები ყველას. როგორ ფიქრობ, რა შეიძლება აქ შეიცვალოს, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ დაბრუნდეთ, თუ არც ფიქრობთ, რომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ თქვენ შეძლოთ დაბრუნება და იგივე ანაზღაურებით, ან თუნდაც თქვენთვის მისაღები ანაზღაურებით იმუშაოთ აქ თქვენი პროფესიით? ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ნატრა ამის, რომ შევძლო, რომ მე დავბრუნდე. რა თქმა უნდა, გარკვეული ანაზღაურების საფუძველზე. მაგრამ რატომღაც ხედავ სიტუაციებს, რომ სიკეთისკეს არ იცვლება სიტუაცია. რატომღაც ასე ვხედავ და ძალიან წყინს და ძალიან გული მტკივა. როდესაც ვფიქრობ უკან დაბრუნებაზე, ვფიქრობ ჩემ ასაკზეც. უკვე ისეთი ასაკი მაქვს, რომ შეიძლება ჩემი ასაკის გამო სამსახურშიც აღარავინ აღარ მომუშაოს და აღარავინ აღარ მემიღოს. 42 წლის ვიყავი საბერძნეთში, რომ წავედი და 57 წლის ხდები ახლა. შიდა მიგრაციაზე რას მეტყვით? არანაკლებ კენეული თემა, თუმცა მათ უფრო აქვთ საშუალება, რომ ოჯახებთან კონტაქტი კონდეთ თვეში ერთხელ, თქვენ წელიწადში ერთხელ გაქვთ, როგორც აღნიშნეთ. ყავთ ესეთი ახლობლები, ვინც შიდა მიგრაცია და ხო არ გიფიქრიათ თქვენ, რომ თქვა შიდა მიგრაციით ჩაგენაცვლებინათ, ან ქალაქში გენახათ სამუშაო? არასოდეს არ მიფიქრია, მე თბილისში რომ დამწომუშაობ, ან ჩემი რაიონიდან სადმე წავსულიყავი. აი თუნდაც თავის დროზეც პირდაპირ საზღვარგარეთ გადაწყვეტეთ? არასოდეს. პირდაპირ გადაწყვეტე საზღვარგარეთ იმის გამო, რომ არ იყო იმის საშუალება. ფაქტიურად ერთნაირი სიტუაცია იყო რაიონშიც და ქალაქებშიც. დიდი განსხვავება არ იყო იმ პერიოდში. და როდესაც გადაწყვეტილი გაქვს, რომ სადმე წახვიდე და ოჯახი მიატოვო იმის გამო, რომ გაუმჯობესო ეკონომიკური მდგომარეობა, ვცდილობ წახვიდე ისეთ ადგილას, სადაც ფინანსურად მეტი შემოსავალი გექნება და ნაკლებ დროს დაყოფ შენი ოჯახის წევრების გარეშე. და როგორც ვიცი, საბერძნეთშიც კრიზისი არის საკმაოდ დიდი და ამ ფონზე რამდენად უჭირთ ქართველებს მუშაობა? ძალიან უჭირთ, არის ძალიან დიდი უმუშევრობა, ხელფასების დონე ძალიან დაიკლო. თვითონ ემიგრანტების რაოდენობა? ემიგრანტების რაოდენობამაც დაიკლო, არიან ძალიან ბევრი წლების განმავლობაში რომ მუშაობდნენ და იყვნენ უკაბრუნდებიან. და ძალიან ბევრი სხვა ქვეყანაში გადადის. და თქვენი შვილებისთვის რა გეგმები გაქვთ, რომ აქ დარჩნენ, აქ ნახონ სამუშაო, თუ თქვათ გეგმობთ, რომ წაიყვანოთ რომელიმე ნაცნობობით, თუნდაც რა სამსახური ის რა არის, როდესაც პატარები იყვნენ, შემეძლო რომ ჩემი შვილები წამეყვანა, მაგრამ არ მინდოდა მე ჩემი შვილები წამეყვანა, იმიტომ რომ მე მინდოდა ჩემი შვილებს სწავლა-განათლება მიეღოთ საქართველოში და აქ დარჩენილიყვნენ. ეხლა არასოდეს არ მინდოდა. რა ეტაპზე არიან? უფროსი ბიჭი იურისტ-ეკონომისტია. ორი შვილის მამა, მესამე შვილს ელოდებიან ახლა. მეორე ბიჭი ოპერატორის თანაშემწეა, თიანეთში მუშაობს კულტურის განყოფილებაში, ერთი შვილი ყავს და გოგონა 9 თვის უკან წავიყვანე საბერძნეთში. ან მაინც მოგიწიათ? მაინც მომიწია წაყვანა. თვითონ რა გეგმავს, რომ დარჩეს თუ ჩამოვიდეს? ჯერჯერობით ვერ ჩამოვა. ფიქრობს, რომ დარჩეს, ალბათ კაი ხანი მოუწევს იქ ყოფნა. მე ველოდები იმას, რომ კარგად ყარად დადგეს ფეხზე. საქართველოს საელჩო როგორ მუშაობს? ან გარკვეული შეღავათები ხო არ ქონიათ, როგორც ემიგრანტებს?
ძალიან კარგად მუშაობს საქართველოს საელჩო. რა შეღავათებია? რას უნდა ელოდოთ თქვა გაჭირვების დროს? რამე პრობლემა რო შეგექმნას? თუ რამე პრობლემა გვაქვს, აბსოლუტურად ყველაფერში გვიდგანა გვერდში. და ცდილობენ რომ რაც შეიძლება მინიმალურ დროში მოაწესრიგონ ჩვენი პრობლემები. აი რა სახის დახმარება შეიძლება გაუწიონ? თუ ხდება პასპორტების გამოცვლა, ამ პირადობის მოწმობების შეცვლა არის ისეთ შემთხვევები რომ ოჯახებში აქვთ პრობლემები. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც მუშაობენ ოჯახებში, გამოსვლა უნდათ ოჯახებიდან და ნებას ართავენ, რომ ოჯახი დატოვონ და ხელფასსაც კი არ უხდიან. ამ შემთხვევაში წერევიან ამ პრობლემებსაც აგვარებენ. ქართველთა სათვისტომო როგორ მუშაობს? რამდენად ახერხებენ თვითონ ქართველები ერთმანეთის დახმარებას? ყოველი თვის პირველ კვირას არის პანტელეიმონის დიდი ეკლესია, სადაც ხვდებით ქართველები ერთმანეთს, ქართულ ენაზე ხდება წირვა. ჩვენ თვითონ თიანელებს გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია ჯაჯი, რომლის ხელმძღვანელია საკმაოდ კარგი პიროვნება, ეკატერინე ჩხუტიაშვილი. არის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები, ჩვენი ბავშვები რომ იღებენ განათლებას, არის წრეები, ცეკვის წრეებია, არის მხატვრული კითხვის წრეები და სხვადასხვა ღონისძიებებს ვატარებთ. თვითონ კულტურის ცენტრში, თვითონ ჩვენი თიანეთის ორგანიზაცია, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ჯაჯი. ორჯერ ჩავატარეთ საღამო, მირზაგელოვანის სომის საღამო და ვაჟებ-შაველას ასწლისთავთან დაკავშირებით საღამო. ვეხმარებით მრავალშვილიან ოჯახებს, დავეხმარეთ ერთთვის უკან თიანეთში ინვალიდი ბავშვები არიან, ჩვენი შემოწირულობების საფუძველზე. ამ ინვალიდ ბავშვებსაც დავეხმარეთ ტანსაცმლით და ფულადი დახმარება გაუწიეთ. თუ გქონიათ შეხება, ან თუ იცით ქართველი, რომელმაც წარმატებას მიაღწია იქ? კი არიან. მაგალითად არის ორი ქალბატონი, რომლებსაც ქართული ბაგაბაღი აქვთ გახსნილი და საკმაოდ წარმატებულად. თვითონ ბატონი ავთანდი მიქაბერიძე, კულტურის ცენტრი რომ აქვს ჩამოყალიბებ კავკასიის ცენტრი. საკმაოდ ძლიერი ორგანიზაცია არის. ეს ქალბატონები თავის დროზე არალეგალებად იყვნენ წასულები, ჩვეულებრივად ამიგრ. როგორც ყველა, თითქმის 80-90%. დიდი მადლობა საინტერესო ისტორიისთვის, იმისთვის რომ ჩამოხვედით და გაგვიზიარეთ თქვენი ტკივილი გამოცდილება და რჩევები. ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი ქეთინო ქაჩლიშვილი. ქალი და მთა, ქალის როლი მთის ცხოვრებაში, მისი მონაწილეობა პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ტრადიციები და თანამედროვეობა, ოჯახი და კარიერა. მთის ქალის ისტორია ყოველ ხუთშაბათს 16 საათსა და 10 წუთზე, მხოლოდ რადიო პალიტრის ეთერში. უსმენთ გადაცემას მთის ქალის ისტორია. ჩვენი გადაცემის კიდევ ერთი სტუმარი კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის სამმართველოს უფროსი გიორგი ნარიმანიძეა. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მიანას პირველ რიგში. მიგრაცია საქართველოდან ეს ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა. საკმაოზე მეტად ბევრი ქართველია გასული საზღვრებს გარეთ და საკუთარი შრომით არც თუ ისე სახარბიელო პირობებში ცდილობენ ოჯახების შენახვა საქართველოში. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მოწოდება გაკეთა ხელისუფლების, ეკლესიის მხრიდან სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ნაწილმა დაიჯერა, თუმცა დაბრუნებული ემიგრანტების საკმაოდ დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. აცხადებენ, რომ საქართველოში ყოველ შემთხვევაში მათთვის არაფერი შეცვლილა. ხელისუფლების მხრიდან კი მარტო წელს არაერთხელ მოგვისმენია, რომ რაღაც შეიცვალა. ქვეყანაში მოქმედებს დაბრუნებულ ემიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამა, რომელიც ბიუჯეტმა 400.000 ლარი დააფინანსა. პირველ რიგში რამდენი დაბრუნებული ემიგრანტის დახმარება მოხერხდა ამ პროგრამის ფარგლებში ბატონო გიორგი? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თქვენ ეს ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ პირველად დაიწყო წელს სახელმწიფოში დაბრუნებული მიგრანტების დახმარება. ეს არის საპილოტე პროგრამა. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ რეალურად ვნახოთ დაბრუნებული მიგრანტთა რაოდენობა, რომ შემდგომში რეალურად განსაზღვროთ მათი დახმარების რაოდენობა და ასევე სარეინტეგრაციო პროგრამები. წელს 18 მაისს ხელშეკრულება გაფორმდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფო გრანტის მიღების შემდგომ ახორციელებენ დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციას და პროექტი არც თუ ისე დიდი ხანია ფაქტობრივად გრძელდება. 18 მაისს დაიწყო ჩვენი პროექტი. პროექტში დარეგისტრირდა უკვე 86 ბენეფიციარი, საიდანაც 26 დღის მდგომარეობით გაეწია უკვე შესაბამისი სარეინტეგრაციო დახმარება, ნაწილი მოლოდინის რეჟიმში. ანუ მოლოდინის რეჟიმში გულისხმობ იმას, რომ მზადდება შესაბამისი დოკუმენტები, ხდება საჭიროების დადგენა, თუ რა სახის სარეინტეგრაციო დახმარება უნდა მიიღოს კონკრეტულმა ბენეფიციარმა. ეს თანხები როგორ განაწილდა, ვის მიერ განაწილდა? რა ფორმით ხდება დაფინანსება, რა კრიტერიუმებით საზღვრავთ? კი ბატონო, მოგახსენებთ, რომ ძირითადად 400.000 ლარი
რომელიც გამოიყო კონკრეტული მიმართულებით, მოიცავს 3 რეგიონს: სამეგრელო ზემო სვანეთში, თბილისსა და მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ძავახეთსა და შიდა ქართლში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი და არასამთავრობო ორგანიზაციებს კონკრეტულად გადაეცათ, ანუ კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაეცათ კონკრეტული თანხა, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ამ რეგიონებში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდაჭერას და აქვე გეტყვით ორიოდე სიტყვით, რომ გარდა ამ რეგიონებისა, რატო განხორციელდა კონკრეტულად სამეგრელო ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმიტომ რომ სხვადასხვა რეგიონში, ასევე აჭარაში, იმერეთში, კონკრეტულად ქუთაისში და თელავში ევროკავშირის დაფინანსებით ისედაც ხორციელდება აღნიშნული, ესე ვთქვათ, დაბრუნებული მიგრანტების მხარდაჭერა და ჩვენ რომ გაგვეფართოებინა ჩვენი გეოგრაფიული არეალი და ყველა დაბრუნებულ მიგრანტს ადგილზე ქონოდა შესაძლებლობა რომ მიეღოსარეინტეგრაციო დახმარება, ჩვენ კონკრეტულად ფაქტობრივად გავაფართოვეთ და მათ მივეცით შესაძლებლობა რომ ადგილზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეძლონ და მიიღონ კონკრეტულიარეინტეგრაციო დახმარებები. ქალთა მიმართულებით თუ გაქვთ პროექტები განსაზღვრული, თორე ძირითადი მასა, მაინც ქალები მიედინენ, ქალთა გადინება უფრო დიდი არის, ვიდრე მამაკაცები, ანუ მოთხოვნა სამუშაოზე უფრო ქალების მიმართ არის. დიახ, გეთანხმებით, დაბრუნებული მიგრანტების რაოდენობა შეიძლება ითქვას, რომ ქალთა რაოდენობა უფრო გაცილებით მეტი არის, იქიდან გამომდინარე, რომ ემიგრაციაში უფრო მეტად ქალბატონები მიემგზავრებიან, თუმცა ჩვენიარეინტეგრაციო პროგრამა ერთის მხრივ არ არის ესე ცალსახად გამოკვეთილი მანდილოსნებისთვის. ეს არის უფრო ფართო, რომელიც ყველა მანდილოსანს, ანუ ქალბატონს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს ჩვენსარეინტეგრაციო პროგრამაში მონაწილეობა და მისთვის საჭირო, ესე ვთქვათ, დახმარება მიიღოს. ანუ კონკრეტულად გამომდინარეობს მათი სურვილიდან, ანუ ჩვენი ძირითადიარეინტეგრაციო დახმარებები გახლავთ, თუ გნებავთ მოგახსენებთ, ახლა რა სახის დახმარებები გვაქვს და უფრო ანუ ეს არის ერთ-ერთი სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენი თანამემამულეები ემიგრაციაში იმყოფებიან არალეგალურად, ისინი მუდმივი შიშის, სტრესის ქვეშ იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სამშობლოში დაბრუნების შემდგომ არის საკმაოდ რთული და სწორედ ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ ის, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენი დაბრუნებული მიგრანტები ჩაერთვებიან ერთის მხრივ საყოველთაო დაზღვევის ჯანდაცვის სისტემაში, ჩვენ ამავდროულად დამოუკიდებლად ვთავაზობთ სამედიცინო დახმარების კომპონენტებს, რომ თანამონაწილეობით ჩვენი პროექტის ფარგლებში მათ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მედიკამენტები, ჩაერთონ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კურსებში, ეს არის ერთ-ერთი დახმარების სახე. გვაქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსების დაფინანსება, როდესაც მათ აქვთ გარკვეული ცოდნა, გამოცდილება მიღებული, ჩვენ ვეხმარებით მათ გაიღრმავონ ეს ცოდნა, მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი, რათა შემდგომ საქართველოში მათ დასაქმების პრობლემა არ შეექმნათ და უფრო დიდი პერსპექტივა ჰქონდეთ შემდგომი დასაქმების. გვაქვს ერთ-ერთი კიდევ ძირითადი მიმართულება, ეს არის ანაზღაურებადი სტაჟირება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ ის პრაქტიკას დასაქმდება და მიიღებს პრაქტიკულ ცოდნას, ამავე დროს სახელმწიფო მას 375 ლარის ფარგლებში ყოველთვიურად მისცემს ანაზღაურებას, რაც ერთის მხრივ მას სტიმულს მისცემს, რომ მიიღოს პრაქტიკული ცოდნა, დასაქმდეს და პერსპექტივაში უფრო დიდი პერსპექტივა გაუჩნდეს შემდგომი, ესე ვთქვათ, დასაქმებისთვის. გვაქვს ასევე სოციალური პროექტები, რაც გულისხმობს 500-და 3000 ლარის ფარგლებში, ესე ვთქვათ, დახმარებას, თუ ბენეფიციარს აქვს საჭირო ცოდნა, გამოცდილება, უნარი, იდეა, რომ გაუჩნდეს მას გარკვეული შემოსავლის წყარო, ის წარმოგვიდგენს ჩვენ ამ იდეას, განვიხილავთ და თუ ეს იდეა, ანუ მიკრობიზნესთან დაკავშირებული იდეა არის, ეს მაინტერესებდა ბიზნესის განვითარებისთვის რა პროგრამები გაქვთ, ვინც არის მსურველი, რომ დაიწყოს. ანუ თუ მას აქვს იდეა, ცოდნა და შესაძლებლობა, მას შეუძლია წარმოგვიდგინოს მისი გამოცდილება, თუ როგორ ხედავს იგი თავისი ბიზნესის განვითარებას, მის მდგრადობას, ჩვენთან მიიღოს დამატებითი კონსულტაციები, რჩევები და ამის შემდგომ ჩვენ 500-და 3000 ლარის ფარგლებში გრანტის სახით მივცემთ კონკრეტულ დაბრუნებულ მიგრანტს, რათა მას გაუჩნდეს გარკვეული შემოსავლის წყარო და არ იფიქროს განმეორებით ემიგრაციაში გამგზავრებას. ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილში იყო ქალბატონი სტუმარი, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება უკვე 17 წელი ათენში. იგი პროფესიით არის ექიმი პედიატრიის მიმართულებით და წელიწადში ერთხელ ჩამოდის, ანუ უკვე ლეგალურად უბრალოდ საშუალება, რომ წელიწადში ერთხელ ჩამოვიდეს ლეგალურად. და ნუ თulis რომ არ არის შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ საბოლოოდ არჩეს, თუმცა სურვილი აქვს და მსგავსი ქალბატონებისთვის, ან ესეთი მსგავსი ადამიანებისთვის რა დახმარების პროგრამა გაქვთ? ვისაც ლეგალურად შეუძლია უკან დაბრუნდეს და ისევ
სამშობლოში დაბრუნდეს და დაბრუნდეს ისევ სამუშაოდ ათენში. დიახ, მოგახსენებთ, მე იმის თქვა მინდა, რომ პირველ რიგში ეს 400,000 ლარი, რომელიც გამოიყო და გადაეცათ არასამთავრობო ორგანიზაციებს რეინტეგრაციის მიმართულებით, ეს მოიცავს საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრები მიგრანტების დახმარებას. ანუ ეს ეხებათ ჩვენი პროექტი იმ მიგრანტებს, რომლებიც 1 წელზე მეტი ვადით იმყოფებიან საზღვარგარეთ არალეგალურად, მოთხოვნილი აქვს თავშესაფარი დანიშნულების ქვეყანაში, ან სარგებლობენ ჰუმანიტარული სტატუსით. და მეორე ძირითადი კრიტერიუმი გახლავთ, რომ სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დახმარების, ესე ვთქვათ, მოთხოვნით უნდა მომართონ სამინისტროს, რომ მათზე გავრცელდეს ჩვენი, ესე ვთქვათ, სარეინტეგრაციო პროგრამები. ანუ თუ დაბრუნდა საბოლოოდ აქვს იმის საშუალება, რომ მოთხოვნა გააკეთოს. კი ბატონო, უბრალოდ მთავარი არის ის, რომ დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა მოგმართონ სარეინტეგრაციო დახმარების მიღების მოთხოვნით. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბიუჯეტი არ არის საკმაოდ დიდი და ეხლა ყველა დაბრუნებულ მიგრანტს, რა თქმა უნდა, ვერ გაუწევს შესაბამის სარეინტეგრაციო დახმარებას, პირველ ეტაპზე განისაზღვრა ეს ძირითადი კრიტერიუმები და ამ ძირითად კრიტერიუმებს თუ აკმაყოფილებენ ბენეფიციარები, მათ შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, მოგმართონ და რამე სტატისტიკა არსებობს, რამდენი არის მიგრაციაში, რამდენი დაბრუნდა? სამწუხაროდ რამე პროგრამა იმად დასაბრუნებლად, ვინც წასული არის? ფაქტობრივად ერთის მხრივ ჩვენი პროგრამა ეხება ასევე დაბრუნების ხელშეწყობის პროგრამაც გამომდინარეობს იქიდან, რომ ვინც არალეგალურად იმყოფება საზღვარგარეთ და მათ ექნებათ ინფორმაცია ჩვენი სარეინტეგრაციო პროგრამების შესახებ და ესეთიც ხშირად ხდება, ნებაყოფლობით ბრუნდებიან სამშობლოში, რათა ჩაერთონ ჩვენ სარეინტეგრაციო პროგრამებში. ანუ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც არალეგალურად ცხოვრობენ საზღვარგარეთ და იგებენ ინფორმაციას თუ რა სახის დახმარება შეიძლება გავრცელდეს სამშობლოში დაბრუნების შემდგომ, ბევრი ინტერესდება აღნიშნული, ესე ვთქვათ, ჩვენი პროგრამით და შესაბამისად ბრუნდებიან კიდეც. როგორ შეიძლება რომ დაგიკავშირდნენ თქვენ ორგანიზაციას? ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას საიტის მეშვეობით. კი ბატონო, საიტზე შეუძლიათ შემობძადნენ. ეს არის mra.gov.g, სადაც მითითებულია ჩვენი სამინისტროს ხელი ხაზის საკონტაქტო ინფორმაცია. ნებისმიერ ბენეფიციარს შეუძლიათ დაგვიკავშირდეს აღნიშნულ ტელეფონის ნომერზე და კონკრეტულად ოპერატორი გაარკვევს, დაადგენს მის საჭიროებას და გადაამისამართებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც უშუალოდ განახორციელებს მის სარეინტეგრაციო პროგრამას. რატო აღვნიშნა ეს, რომ ჩვენ ხომ გადაცემის თავშივე აღვნიშნა, რომ გვაქვს რეგიონალური მიმართულებები. თუ დაბრუნებული მიგრანტი, მისი საცხოვრებელი ან დაბრუნებული მიგრანტის საცხოვრებელი ადგილი იმყოფება სამეგრელო ზემო სვანეთში, კონკრეტულად ის გადამისამართება იმ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ემსახურება სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონს. თუ თბილისში არის მაცხოვრებელი დაბრუნებული მიგრანტი, გადამისამართება იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც უშუალოდ თბილისში ახორციელებს ამ სარეინტეგრაციო. ამიტომ მნიშვნელოვანია სამინისტროს ხელხაზზე დარეკოს ბენეფიციარმა და ხელხაზზე მიიღებს დეტალურ ინფორმაციას, ვის უნდა დაუკავშირდეს და ვისთან გადამისამართება შემდგომში. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც არ აქვთ უკვე აქ საცხოვრებელი, ანუ იმდენი ხანია წასულები არიან, დაკარგული აქ თან თავის დროზე გაყიდეს იმის გამო, რომ იქ საშუალება ქონდათ თუნდაც წასulis და სამუშაოს. სამწუხაროდ არიან ესეთი ადამიანები და ერთ-ერთი ჩვენი მიმართულებაც სწორედ დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფას მოიცავს. ეს არ არის მართალია გრძელვადიანი განთავსების პროექტი, თუმცა 3 თვის განმავლობაში სახელმწიფო დაუფინანსებთ მათ ქირის საფასურს, მათ შეუძლიათ იქირავონ სახლი და 3 თვის განმავლობაში ჩვენ აღნიშნული ქირის საფასურს დაუყარებთ. რამდენად გამართლებულია ეს პროგრამა და როგორ შეიძლება გაგრძელდეს, როგორ წარმოგიდგენიათ, გაიზრდება თუ არა ეს დაფინანსება, განმეორდება თუ არა, რამე ფორმის შეცვლას ხო არ გეგმავთ? დახვეწას. კი ბატონო, მოგახსენებთ, ვარაუდობთ, რომ მომავალი წლის ჩვენი ბიუჯეტი, გაზრდილი ბიუჯეტით დავიწყებთ ჩვენ აღნიშნული სარეინტეგრაციო პროგრამების განხორციელებას, თუმცა დღეს უკვე არ 3 თვის სტატისტიკით ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული სარეინტეგრაციო პროგრამები, როგორც აღნიშნე 86 სურველი ბენეფიციარია უკვე რეგისტრირებული ამ 3 თვის განმავლობაში, იმ დროს, როცა ეს პროექტი სულ ახალი დაწყებულია და ინფორმირებულობა საზოგადოების არ არის მაღალი ამ მიმართულებით.
შესაბამისად, უკვე რაც უფრო მეტ სარეინტეგრაციო დახმარებებს ვახორციელებთ კონკრეტულ რეგიონში ეს ინფორმაცია ვრცელდება და ჩვენი დახმარების შემდგომ უფრო მეტი სურველი, ანუ დაბრუნებული მიგრანტს სურს ჩაერთოს ჩვენ სარეინტეგრაციო პროგრამებში. სწორედ ამიტომ გახდა მიმდინარეობს ახლა მუშაობა იმაზე, თუ რამდენით გაიზრდება ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტი, რათა უფრო მეტ დაბრუნებულ მიგრანტებს შევძლოთ და გაუწიოთ შესაბამისი სარეინტეგრაციო დახმარება. ეს 86 მიგრანტი, რომელიც უკვე დარეგისტრირებულია, რა მოთხოვნა აქვთ, ძირითადად რა პრობლემაა გამოკვეთილი? ძირითადად თვითონ გამოკვეთის პროცესიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მათთან ოპერატორი მუშაობს იმ მიმართულებით, თუ მაგალითად მიგრანტს აქვს გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, მას ვთავაზობთ გაიღრმაოს აღნიშნული ცოდნა, შევთავაზოთ შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, თუ მიგრანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის, ესე ვთქვათ, სათანადო, მათ ვთავაზობთ ჩაერთონ ჩვენ სამედიცინო პროგრამებში. თუ აქვთ სურვილი, მათ შეუძლიათ, ასევე რა თქმა უნდა, ვთავაზობთ მიიღონ მონაწილეობა ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაში და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის მიკრობიზნესი, თუ კონკრეტულად ბენეფიციარს უკვე აქვს გარკვეული ხედვა, თუ როგორ შეიძლება განავითაროს მან კონკრეტული საქმიანობა, ვეხმარებით მათ ბიზნეს იდეის, ესე ვთქვათ, გეგმის შედგენაში. აღნიშნული ბიზნეს იდეა წარედგინება კონკრეტულ ორგანიზაციად, სადაც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც არიან ჩართულები კონკრეტულად кейსის განხილვაში და იღებენ გადაწყვეტილებას, რამდენად შეუძლია კონკრეტულ ადამიანს მისი იდეის განხორციელება და თუ ეს იდეა განხორციელებადია და რეალური არის, მათ აქვს საშუალება მიიღონ დახმარება 3000 ლარამდე. უკვე ვისაც დაეხმარეთ, შეგიძლიათ მაგალითები მოგვიყვანოთ, რა მიმართულებით დაეხმარეთ? კი ბატონო, ჩვენი დახმარება უკვე 9 ესეთ დაბრუნებულ მიგრანტს გაეწია. მათ შორის არის მესაქონლეობა, მიწათმოქმედება, სუვენირების დამზადება, ქალის აქსესუარების დამზადება, სამკერვალო არის თბილისში ერთ-ერთი, როდესაც ერთ დაბრუნებულ მიგრანტს ჰქონდა კონკრეტული ცოდნა გამოცდილება, შესაბამისად ჩვენ შევუძინეთ საჭირო ხელსაწყოები, რომლის ფარგლებშიც მას შეუძლია კონკრეტული საქმიანობა აწარმოოს. ასევე გვაქვს მეფუტკრეობა, გვყავს ავტომანქანის შემკეთებელს, რომელსაც შესაბამისი ხელსაწყოები შეუძინეთ და კონკრეტულად იგი უკვე აღნიშნული მიმართულებით მუშაობს. ავეჯის საამქრო დავაფინანსეთ და ასე შემდეგ. დონორ ორგანიზაციებთან თუ გაქვთ ურთიერთობა, თუ მიდის მუშაობა, რომ დაფინანსება გაიზარდოს და რა სახის პროგრამებს ახორციელებენ ისინი? მოგახსენებთ, რომ 2011 წლიდან ევროკავშირის დახმარებით და დაფინანსებით საქართველოში აღნიშნული სარეინტეგრაციო პროგრამები უკვე რეალურად არსებობდა. დაბრუნებულ მიგრანტებს შეეძლოთ მიეღოთ აღნიშნული სარეინტეგრაციო დახმარება, რომელზეც მე უკვე მქონდა საუბარი. უბრალოდ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული გახდა აღნიშნული მიმართულება და სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებლად დაეწყო დაბრუნებულ მიგრანტებზე ზრუნვა, გამოიყო შესაბამისი თანხა, განესაზღვრა შესაბამისი მიმართულებები და სწორედ ეს არის გეგმაზომიერი სვლა იმისკენ, რომ სახელმწიფომ სრულად დამოუკიდებლად სხვა დონორებისგან დახმარების გარეშე შეძლოს დაბრუნებულ მიგრანტებზე ზრუნვა, თავის მოქალაქეებზე ზრუნვა და ეს არის ძირითადი კურსი სახელმწიფოს. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ლტოლთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის სამმართველოს უფროსი ბატონი გიორგი ნარიმანიძე. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. თის ქალის ისტორია რადიო პალტრის ეთერში ზუსტად 2 კვირაში 16 საათსა და 10 წუთზე დაბრუნდება ახალი თემით. მე გამშვიდობებით გვისუნეთ FM 103-ზე. ნახვამდის. ქალი და მთა. ქალის როლი მთის ცხოვრებაში, მისი მონაწილეობა პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ტრადიციები და თანამედროვეობა, ოჯახი და კარიერა. მთის ქალის ისტორია ყოველ ხუთშაბათს 16 საათსა და 10 წუთზე, მხოლოდ რადიო პალიტრის ეთერში.